სადა მოდით აქ დადექით. შემომხედეთ 3 2 1 მოდით კიდევ ერთხელ. გაიღიმეთ ჩიზ. აუ, დაუბრუნდი. რამდენს იღებ? გონი ვეღარ ხედავ. ნიკას შეხედეთ, რეაქციას არ ქონდა, ჩვენ კიდე დაუბრუნდით. ნიკა, თქვენ მაინც დაახამხამე, ხო ცოცხალი ხარ? მხედველობის ნერვის რეფლექსული რეაქცია სინათლის უაცურ წყაროზე ინდივიდუალურია, მარიამ. ჩემი თვალები უბრალოდ ადაპტირებულია, შენი კი როგორც ჩანს სუსტი. აუ, ძმა მედიცინის ენით აკენსლა. არა, მართლა მაინტერესებს, რობოტი ხო არ ხარ? დარწმუნებული ვარ, აპოკალიფსი რომ დაიწყოს და მეტეორიტი გვეცემოდეს, ალბათ დაჯდება და მის დაცემის ტრაექტორიას გამოთვლის. ნუ ცდილობთ ნერვის მოშლას, ნიკა რკინისაა. გეხვეწები, ბოლოს როდი შეგეშინდა? არ მახსენდება. აუ, გამომივიდა ჰერკულესი. რისი უნდა შემშინებოდა? რავი, მოშენებების სულები 1000 რამეა. კაი რა, 2 წლის ხო არ ვარ. მოიცა. მართლა არ გახსოვს? არც არავის შეუშინები ხარ? უცდიათ, მაგრამ არ გამოსულიათ. რავი, შეუძლებელი არაფერია, მთავარია სწორი ადგილი და გარემო შეარჩიო. მაგალითად, სკოლის ბიბლიოთეკის ძველი არქივი? ზუსტად. თან ხომ იცი მაგ ადგილზეებსაც ამბობენ. სხვათა შორის გამიგია რომ საღამოს ისეთი სიჩუმეა სულების ხმაც ისმისო. რას ფუდიალობთ? არაფერს, უბრალოდ რაღაც გვინდა შევამოწმოთ. მართლა ასეთი უშიშარი და უემოციოა ჩვენი ნიკა თუ კარგად თამაშობს. გამოცადოთ, გაკვეთილების მერე საღამოს 15 წუთით მარტო ავიდეს ბიბლიოთეკის არქივში. არ მგონია გავიდეს. 20 იყოს. ოღონ ერთი პირობითი. რაღაცაზე უნდა დავიმსლავდეთ. კაი, რა ხარ შოში? მე არ ვიცი, ან მიმოხსოთ უფლება ჩემ ფოტოაპარატზე რომ ენიცვალავდი. აი, უიჭველი შეიშინება და ერთი კვირა მათემატიკის დავალებას აქეთ იკისრებს. ვითომ? 100%. და როგორ აპირებთ რომ შეაშინოთ? როგორ და აი, წამყვე, სადმე ყავარ? რა შევილია? ევად, რავი, ინგლისურზე შევდივარ. თქვენ? მოკლედ, ნიკა უნდა დაუფრიქოთ. შევაშენ, დაგუხმარები? შენ ხო იცი ბორტული რაღაცაები. სულ გამოვიდა ბოდიში. დაგუხმარები? ხო მეზარება რა. ნიკა თუ შევაშენ ერთ კვირა მათემატიკის დავალებას კისრულობს. თავდანო იმასე დაგეწყო მე. ვაა, გადადგემ შორის.
ისწავლება დაჩი. არ დაგავიწყდეს. ბაზარი არა, ისე დავამაგრებ თაროების დინამიკი, რომ მე თვითონ მეშინია. მით. სიუდი მზადა, ხმა მზადა, თქვენ რა გინდ? ტელეფონები ისეთ ადგილებში დავდეთ, რომ ყველაფერი კარგად დაფიქსირდეს. ნიკასადრო. ლაზარამ გეტყვა. შეეშინდება ვითომ? 20 წუთი არა პატარა დრო. ხო, მაგას გეუნეოდი. შენი აზრით ჩემპიონთა ლიგაზე ვინ გავა ფინალში? რავი, არსენალი ალბათ. არსენალის ფანი რო იყავი, არ ვიცოდი. არც ვარ, უბრალოდ სტატისტიკა წავიკითხე, კარგი აქვთო. ხო. ბარსელონაზე რა სიტყვა? ლაზარე, შენი ღრმა ინტერესი ჩემი საფეხბურთო პროგნოზების მიმართ სტატისტიკურად საეჭვოა. განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ტელეფონს უკვე მე-6 ჯერ გადახედე. რა მე-6? უბრალოდ საათს უყურებდი. შენ ხომ გიყვარს ალბათობების და გამოთვლების გაკეთება, ხო და ვიფიქრე ვესაუბრები თქო. ალბათობების გამოთვლა მიყვარს. მაგალითად, ახლა შემიძლია გამოთვალო, რომ დაჩი და ალექსანდრე ბიბლიოთეკაში რაღაც მახეს მიგებენ. შეკიდე აქ მაყოვნებ. ეს ალბათობა 99.9%-ს უახლოვდება. რა მახის, რა ფანტაზიები გაქვს. უბრალოდ ვზივართ. მოიცა. გეშინია და მიზეზებს ეძებ, რომ ბიბლიოთეკაში არ შეხვიდე, ხო? ხო, ვკანკალებ. აი, ნახო, საღამოს ასიზაო. წავედი მე. დროს რომელი დაინიშნავთ? რა საჭიროა? სამწუთში მაინც გამოიქცევი. მე დავინიშნავ. კაი, ანუ 20 წუთი, ხო? კი, 20 წუთი უნდა გასულ. მოიცა, ეს რადგენის არის? ეს არ ვიცოდი. ხო, ახალია, თან შოკოლადში არის სხვადასხვა ხილის მარმელადი. მე ადამი შემხვდა. მოიცა, before და after ფოტოსთვის before-ს გადაგიღე. მე ლაიმ შემხვდა. ხო იცი, მაგ ფოტოაპარატით შეიძლება ბოლო ფოტო გადაიღე. შენ მოიმზადე ერთი კვირა ამდენი მათემატიკის დავალებით დაწერე რომ მოგიწევს. კაი, ნუ კარგად დროს, წავედი. რამდენი ხანი გავიდა? 28 წუთი. თქვენ გამო კამერა წავაგე. მოიცა, ნუ რეალო. მალე ყვირილის გამოიქცევა. იქნებ
ფანარმა არ მოშავა ან დინამიკმა? არა, ყველაფერი იდეალურად დავაყენეთ. ყველაფერი იდეალურად უნდა გეყენებინათ, უკვე შეშინებული გამოიქცეოდა. მოითმინე ცოტა ხანს. არ მაინტერესებს. ავდივარ მე. აი რა, დაიცადე ცოტა ხანს. ავიდეთ მაშინ ყველანი. წავედით. ნიკა ხარ? ეხლა უკვე მე შენია. შუქების არ მიწება. ნიკა, მოიგე, გამოდი. ის რა არის? ნიკა, აქ ხარ? ვაიმე, ეს რა იყო? არაფერი გვიჩალიჩებს ალბათ. ოპა, ეს რა იყო? დამშვით, მე ვარ. არ მეკონა 800 უფრო შეგეშინდებოდათ. აუ გული გამისკდა, მოგკლავ. ისე უფრო მალე ამოყოდით. მეგონა 1 საათს ვერ გამედავდით. წავაგეთ, ანუ ფოტოაპარატი თუ შეიძლება. ეს ამახსოვროთ, რომ გამიჟღავოთ მე. მართლა გეგონა რომ წაგართმევდი? უბრალოდ დაგიმტკიცეთ, რომ სულები დებლობები არ არსებობს. გეგონოს. ჩავედი მე. კარგად კი მაცინეთ. უი, ისე ილიას ეთიკურად მათემატიკის დავალებებს ვინ დაუწერთ? ეგეც უნდა გაარკვიოთ. არიარსებებს არასდროს მეგობარი რომელიც მუდამ მოგცემს ძალას ყოველთვის გაგათბობს ეს სიყვარულია იმ მეგობრობის და საწყისი ის სამდე ძვირფასია და შეუფასებელი როგორც ოქროს საწმისი